გამარჯობა ეთერშია პირველებით 11-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობს პრემიერმა გუშინდელი დღე არათუ ქვეყნის ევროპული მომავლის არამედ პარტიის გადასარჩენად გამოიყენა. ყობახიძე რობერტა მეცოლასთან რამდენიმე წუთიანმა დიალოგმა გაყიდა. ყობახიძე რობერტა მეცოლასთან რამდენიმე წუთიანმა დიალოგმა გაყიდა. ყობახიძე რობერტა მეცოლასთან რამდენიმე წუთიანმა დიალოგმა გაყიდა. ვიდეო მასალიდან მარტივია იმის აღქმა, რომ მას ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, რასაც სანქციებიც ემატება, განსაკუთრებით აწუხებს. ვიდეო მასალიდან მარტივია იმის აღქმა, რომ მას ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, რასაც სანქციებიც ემატება, განსაკუთრებით აწუხებს. ვიდეო მასალიდან მარტივია იმის აღქმა, რომ მას ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, რასაც სანქციებიც ემატება, განსაკუთრებით აწუხებს. გამარჯობა ეთერშია პირველები 5-ზე ახალ ამბებს გუგა არჩვაძე გაგაცნობს. როდესაც ჩვენ დავსვით კითხვას, სად მუშაობენ ისინი, არიან თუ არა საჯარო სამსახურისა და სექტორის წარმომადგენლები, ამ ყველაფერმა გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება, ისინი თავს დაგვესხნენ, ამ ყველაფერმა გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება, ისინი თავს დაგვესხნენ, ამ ყველაფერმა გამოიწვია განსაკუთრებული გაღიზიანება, ისინი თავს დაგვესხნენ, შეიძლება ითქვას პირდაპირ თუ გადატანითი მნიშვნელობით და ცდილობდნენ რომ ჩვენთვის გადაღებასა და მუშაობაში ხელი შეეშალა და ცდილობდნენ რომ ჩვენთვის გადაღებასა და მუშაობაში ხელი შეეშალა და ცდილობდნენ რომ ჩვენთვის გადაღებასა და მუშაობაში ხელი შეეშალათ მაქსიმალურად ცდილობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების დაცვას და აქცენტირებდნენ იმაზე რომ ამ დღეს ასეთი საქციელი თითქოს შეუფერებელია ტაძრის ეზოსთვის თუმცა თავად დაავიწყდათ ის ფაქტი რომ როდესაც ოჯახის სიწმინდეზე საუბრობენ არ უნდა გააკეთონ ისეთი აქცენტები როგორებიც გაკეთდა და როგორცაც მოისმენთ მათ შორის ეკლესიის ეზოში რომ როდესაც ოჯახის სიწმინდეზე საუბრობენ არ უნდა გააკეთონ ისეთი აქცენტები როგორებიც გაკეთდა და როგორცაც მოისმენთ მათ შორის ეკლესიის ეზოში რომ როდესაც ოჯახის სიწმინდეზე საუბრობენ არ უნდა გააკეთონ ისეთი აქცენტები როგორებიც გაკეთდა და როგორცაც მოისმენთ მათ შორის ეკლესიის ეზოში თუნდაც იმასთან დააკავშირებით რომ ისინი პირდაპირ თავდასხმაზე გამოდიოდნენ საერთო ჯამში შეიძლება ითქვას რომ მათი ნაწილი კონსტრუქციულად გვცემდა ოღონდ ძალიან მცირე ნაწილი პასუხს ამ კითხვაზე და ამბობდნენ რომ მათ დაორგანიზება ამ დღეს გამოსვლისთვის არ სჭირდებათ თუმცა უდიდესი უმრავლესობა განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ჩვენ მიმართ სად მუშაობთ? ვისი დაორგანიზებით ხართ მოსული დღევანდელ აქციაზე? ვინმეს უნდა დავეორგანიზებე? მე პირადად არავის დაკვეთით არა ვარ მოსული ჩემი ნებით და უმრავლესობა კი არა, მე მგონი 100% თავისი ნებით არის აქ მოსული. ვინ მოგიყვანათ? სად მუშაობთ? მე არ გავაკეთე. ვინ დაგაორგანიზეთ რომ არა? ჩატებიდან გვაქვს ინფორმაცია. ჩატიდან გვაქვს პირდაპირ ინფორმაცია, რომ კოტე ზარნაძე მათ შორის არის ჩართული დაორგანიზებით. რა შუაშია ვარკეთალ მოდი აი არის ლოგიკური ბატონო წადი საიდან ვარ? ხო, სად მუშაობ? ანუ ოჯახის სიწმინდის დღეზე რომ მოვივიდეს ქართველი ადამიანი და აღნიშნოს ჭირდება ვიღაცას ორგანიზება? 17 მაისის პირველი რომ მაგაზე გველაპარაკებით უკვე სირცხული არის. ვისი დაორგანიზებით ხართ მოყვანილები რო გითხრათ სად მუშაობთ? არსურს. თქვენ ვისი დაორგანიზებით ხართ? თქვენ ახალგაზრდული ხართ ქართული ოცნების? აღარ უნდა რა კითხვა. და ეგაა თქვენი მოვალეობა რომ დეპუტატებთან არ გვიშვათ? თქვენ რა უფლებით გვიშლით ხელს კითხვების დასმაში? შენ პლედებს რო იფარებდი მაგის მერე როდის გათამამდი მაგის მერე აღარ გწია
მათივე ასეთი მიდგომების გაგრძელება იყო იმ ადამიანების ჩვენდამი დამოკიდებულება, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გვარწმუნებენ, თითქოს ოჯახის სიწმინდის გარშემო არიან შეკრებილები, თუმცა პირველსავე შემთხვევის პირველივე შანსი იყენებენ იმისთვის, რომ თავს დაესხან კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და სცადონ, რომ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელი შეგვიშალონ. მადლობა ხატია, ეს იყო ხატია სამხარაძე.